ადამიანები ძალიან მარტივად და მსუბუქად უყურებენ ჯანმრთელობის მოშლის იმ ფორმას, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ. არადა საქართველოში და მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და მომაკვდინებელ დაავადებად, თავისი შორეული შედეგებით. ესაა ძალიან გავრცელებული დაავადება, რომელიც ყოველ მესამე ადამიანს აღნიშნება, თუმცა ბევრმა მათგანმა არც იცის ამის შესახებ. მაშ ასე, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მაღალ არტერიულ წნევაზე, იგივე ჰიპერტენზიაზე, რომელიც შესაძლოა თქვენც გაქვთ და ჯერ კიდევ არ იცით ამის შესახებ, რადგან არ გაწუხებთ და არ იზომავთ წნევას ხშირად. ან იცით და არ აქცევთ ყურადღებას საკმარისად. საინტერესოა, რამდენად იცის ხალხმა, რას ნიშნავს მაღალი არტერიული წნევა და რამდენად სერიოზული პრობლემაა ეს. რა არის ჰიპერტენზია? წნევასთან დაკავშირებული? დიახ. ნუ ალბათ მაღალი წნევა, ან წნევა, რომელიც ვარდება და მერე ისევ არ ვიცი, ზუსტად არ ვიცი. მე ვარ თვითონ ჰიპერტონიკი. ხან კარგად დავარ, ხან ცუდად დავარ. თუ არა გაქვთ მაღალი წნევა არსვა? არა. მაღალი არტერიული წნევა. რამდენად საშიშია ეს მდგომარეობა? საკმაოდ საშიში. მე მაქვს შვილო მაღალი წნევა და ეტყობა სისხლის გაჟონვა თუ რა არის არ ვიცი. ჰიპერტენზია დაავადება არ არის, თუ რა არის ჰიპერტენზია არ ვიცი. კარგი ცხოვრება თუ კარგა ჰიპერტენზია და ნერვიულობისგან, არასწორი კვებისგან, არასწორი ვარჯიში არ უნდა მოადუნო, სხეული არ უნდა ზარმაცი არ უნდა იყო ივარჯიშო, აქტიური უნდა იყო და მე 8 წელია შვილო და ვაკეთებ ბევრ საქმეს ჰიპერტენზიაც არ მაქვს. ახალგაზრდებს არ აქვს და მოხუცებს ყველაფერი. არაფერი არ. ცოტა რაღაცა უნდა ტკივოდეს, რომ ცოცხალი რო იყო. ჰიპერტენზია ყველას გაგვიგია, მაგრამ როგორც ხედავთ, ადამიანებს საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ამ პრობლემაზე. ამიტომ კვალიფიციური ახსნა განმარტების მისაღებად დღეს მოვიწვიეთ კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა ქობალავა. მოგესალმებით ბატონო მამუკა, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. პირველ კითხვასაც დაგისვამთ, რამდენად სერიოზული პრობლემაა ჰიპერტენზია? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. მთელ მსოფლიოში ითვლება, რომ წნევა სწორებძანეთ მესამედს აქვს დაახლოებით 40%-მდე. თუმცა გამოვლენა ხდება ამ 40%-დან ნახევარზე ცოტა ნაკლებში. დაახლოებით 40%-ში ხდება მისი გამოვლენა, მედიკამენტური თერაპიის დაწყება, ესე იგი ნახევარზე ნაკლებში ხდება როგორც წესი და რაც თავარია, კიდევ არის მესამე მნიშვნელოვანი, სათანადო სამიზნე მაჩვენებლის მიღწევის წნევის, რომელიც შეამცირებს ყველა იმ ვერაგ დაავადებას, რომელიც არის მაღალ არტერიულ წნევასთან დაკავშირებული, რასაც მოკლედ რო თქვა, ამას ქვია კარდიოვასკულური სიკვდილობა და არის ერთ-ერთი ყველაზე მკვლელი, მისი გამოვლენა არის ძალიან მნიშვნელოვანი, საშური და ასევე მნიშვნელოვანია ადეკვატური მკურნალობის დაწყება და ასევე მნიშვნელოვანია იმ სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა, რომელიც შეამცირებს დაუშვათ წნევით გამოწვეულ ავადობას. თუმცა ერთიცაა 5 ერთეულითაც კი წნევის დაწევა მნიშვნელოვნად ამცირებს კარდიოვასკულურ ავადობას და სიკვდილობასაც კი, ზოგადად სიკვდილობას. ბატონო მამუკა, რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, როდის რა ასაკში უნდა დავიწყო წნევის გაზრდვა და როდის ჯობია ეს გაკეთდეს? დილით თუ საღამოს და რამდენჯერ უნდა გავიზომოთ წნევა, რომ დავადგინოთ დიაგნოზი ჰიპერტენზიას. რადგან მხოლოდ ერთხელ აღნიშნული მაღალი წნევა ჰიპერტენზიის დიაგნოზს თავად არნიშნავს. აბსოლუტურად გეთანხმებით, ითვლება ასე, რომ 40 წლამდე აბსოლუტურად ჯანმრთელია თუ ადამიანი და საერთოდ არაფერი არ აწუხებს. 3 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიზომოს. მე ვთვლი, რომ უფრო ხშირად უნდა გაიზომოს, მაგრამ თუ შობლიდან ერთ-ერთს მაინც აქვს არტერიული წნევა მაღალი, მოზარდობის პერიოდიდან უნდა მოხდეს გარკვეულად დაუშვათ წელიწადში ერთხელ წნევის გაზომა. მეტიან ტოლი 180-90-ზე ეს არის არტერიული ჰიპერტენზია. ძალიან განსხვავებულია ტერმინების გარკვეული აღრევა ხდება, ცოტა გართულება ხდება, აღქმა ხდება, განსხვავებული დეფინიცია აქვს ამერიკის კარდიოლოგთა საზოგადოების და ამერიკის კარდიოლოგთა კოლეგიის მიხედვით, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიხედვით, თუმცა არის ასეთი ტერმინია მომატებული წნევა, მაგრამ წნევად არტერიული ჰიპერტენზია ევროპაში ითვლება მეტიან ტოლი 150-90-ზე. რაც ეხება როგორი უნდა იყოს სამიზნე მაჩვენებელი, რომ ყველაფერი მოხდეს დაუშვათ შემცირებენ კარდიოვასკულური გართულებების, უნდა იყოს ნაკლები 130-80-ზე. თუმცა არის გამონაკლისის შემთხვევები და კიდევ ერთი მინდა ხაზი გაუსვა იმის მიხედვით, თუ რა თანხლები დაავადებები აქვს პაციენტს, გარკვეულწილად განსხვავებული მიდგომა და ეს გამოიხატება გარკვეულწილად მედიკამენტების შერჩევაში. როდის დგინდება, რომ პაციენტს აქვს თუ არა არტერიული წნევა? შეიძლება ჩემთან მოვიდეს კლინიკაში ადამიანი და გაუზომო და კონდეს 160-90-ზე.
რომელ ხელზე იზომება, ძალიან ხშირად არის ამაზე საუბარი, რატომღაც ყველას გონია მარცხნივარი გული და მარცხნივ უნდა გაიზომოს, არ არის რეალურად ასე. ცხოვრებაში ერთხელ როცა თქვენთან პაციენტი მოდის, ექიმ და პაციენტი მიდის, ორივე ხელზე უნდა გაზომოს და რომელზეც უპირატესია, ეს იწვება რეალურ არტერიულ წნევად. ეს უპირატესი, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, უფრო მეტად 70%-ში არის მარჯვენა ხელი, 20%-ში მარცხენა და 10%-ში დაახლოებით თანაბარია. მიშდა დავუშვა დავაფიქსირე მაღალი წნევა. ნიშნავს თუ არა ეს რა პაციენტს აქვს არტერიულ წნევა. მეორეჯერაც უნდა გაიზომოს. ჩემი პრაქტიკა არავის არ ვახდევთ, წასვლის წინაც როცა დამთავრდება ვიზიტი და დავუშვათ ყველანაირი პროცედურა ჩავუტარებ, გავისაუბრებით, რაღაც მედიკამენტებზეც იქნება საუბარი, ერთხელ კიდე უნდა გაიზომოს და შეიძლება ამ საუბარში გარკვეულწილად სიტუაციის გახალისებაში, შინაური გარკვეული ზომიერების ფარგლებში, ფამილარობის პირობებში შეიძლება წნევა დაიციოს. დავუშვათ ჩემთან აქვს მაღალი წნევა, მაინც უნდა ვთხოვოთ, ხო, სახშიც გადაამოწმოს. აუცილებლად ბინის პირობებში უნდა მოხდეს. თქვენ მკითხეთ, დღე უნდა გაიზომოს თუ საღამოს. რა თქმა უნდა, სასურველი ერთხელ დილითაც და საღამოსაც, იმიტომ რომ ყველას თავის ბიოლოგიური რიტმი აქვს და ჩემთან თუ მაღალი წნევა აქვს და სახში გაიზომა ერთხელ, ერთი დღე, მეორე დღე, დილა საღამოს და ნორმალური და ხშირად არის ასეთი, თან ჩვენ მეუბნებით როგორ უნდა გაიზომოს, სწორედ ამას ქვია თეთრი ხალათის ჰიპერტენსია, რომელიც არც თუ ისე იშვიათია. არსებობს უფრო ხშირი, უფრო იშვიათი, საკმაოდ იშვიათი, როდესაც შეიძლება ექიმთან კონდეს ნორმალური წნევა, სახში კონდეს მაღალი. ეს უკვე წნევად იცვლება. ეს არის შენიღბული, ანუ masked hypertension, ანუ შენიღბული ჰიპერტენზია ქვია და თუ სტაბილურად აქვს მეტი ან ტონი 180-90-ზე, ამ შემთხვევაში ერთვე მომკვეთს ექიმის გარკვეული დახმარება მედიკამენტის სახით და მედიკამენტამდე ძალიან ღირებულია და ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების სტილის მოდიფიკაცია. თუ თქვენთან მოვიდა პაციენტი, რომელსაც აქვს პირველი სტადია, 160 ნაკლები 160-100-ზე ზედაწნევა და ქვედაწნევა, ქვედას რატომღაც გულის წნევაზე ძახიან ჩვენთან, ზედას თავის წნევით, რა თქმა უნდა, ორი გულის წნევა, ერთი სისტოლური, მეორე დიასტოლური და მარტივია ზედაქვედა. ასეთ სიტუაციაში თუ მას არ აქვს თანხლები დაავადებები, არის სწორი ცხოვრების წესით, არის სპეციალური რუქები, სადაც ისაგროვებს დაბალ რისკს, ეს არის ჩვენთან სკორი 2 და სკორი old patient რუკა და კიდევ არის დავუშვათ უფრო ამერიკაში ხმარობენ პრევენს, თუ ამის მიხედვით ის დაბალ რისკს განეკუთვნება, ვაძლევთ 3-დან 6 თვემდე ცხოვრების წესის მოდიფიკაციით, რაც იგულისხმება ალკოჰოლის შეზღუდვა. როგორც სრული ამოღება არის საჭირო თამბაქოს აკრძალვა და ეგრეთ წოდებული წნევის დამწევი დიეტის დაცვა და აუცილებლად ფიზიკური აქტივობა, რომელიც არის ძალიან ღირებული, სადღაც 120 და 150 წუთამდე არეორბული ვარჯიში, მეუბნებით, როგორი უნდა იყოს კვების რეკომენდაციები, როგორი იყოს ცხოვრების სტილი და თუ ამის ფონზე არ მოწესრიგ და მაშინ რა თქმა უნდა მედიკამენტებს ვიწყებთ. რა დროს შეიძლება წნევის გაზომა მოხდეს არასწორი მაჩვენებელი? აი მაგალითად ვარჯიშის შემდეგ, რა თქმა უნდა, სწორი შეკითხვა, მადლობა. პირველი, ჯერთი არასწორი მაჩვენებელი შეიძლება მოხდეს ექიმთან ვიზიტის დროს, ძალიან ხშირია. ეს გარკვეულწილად რომელი კუთხიდან არის საქართველოს ხვდებით ალბათ უფრო დასავლეთიდან უფრო ის მეტია აღმოსავლეთში უფრო დინჯი ადამიანები, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის წესი. პაციენტი, როცა უზომა წნევას, უნდა იყოს ზურგით მიღწნობილი, ფეხი-ფეხზე არ უნდა ქონდეს გადადებული, ოთახში უნდა იყოს აკროვარი დაახლოებით ისეთი ოპტიმალური ტემპერატურა, არ უნდა ქონდეთ ყავა დალეული უახლოესი 9 საათის მანძილზე, არ უნდა ქონდეს დავუშვათ სიგარეტი მოწეული, არ უნდა ქონდეს მოშარდვის სურვილი, ანუ არ უნდა იყოს შარდის ტუშტის სავსე და რამდენჯერმე უნდა გაიზომოს ერთხელ, ერთ წუთში მეორეჯერ და ამის მიხედვით რომელიც იქნება უმცირესი, იმას უნდა მიენიჭოს უპირატესობა, ასეთი მიდგომა. ბატონო მამკაკ, ერთი კითხვა მეც მაქვს ძალიან ხშირად, რომელიც ესმის პაციენტებისგან, რომ პაციენტებს გვქონდათ, რომ მაღალი წნევა იწვევს მათ თავის ტკივილს. არა, ხშირად არის ხოლმე, რომ თავის ტკივილი ან ზოგადად სხვა ტკივილი იწვევს შემდგომ რეაქტიულ ჰიპერტენზიას, ანუ ამის პასუხად გასძილ არტერიულ წნევას. არტერიული წნევა იძლევა თავის ტკივილს, შეიძლება არტერიული წნევა საერთოდ არ გამოვლინდეს თავის ტკივილით, საერთოდ არის ადამიანები, რომ აი მაღალ წნევას ატარებენ და თავს კომფორტულად ზნოვენ და არის ესეთი გამოთქვა, ჩემი წნევა ასეთია. ეგეთი რამე არ არსებობს, წნევა უნდა იყოს ოპტიმალური. თუმცა რაღაც გარკვეული მიდგომები არის ამ სიტუაციაში. ვერ გეტყვით. ნამდვილად არ არის პასუხი, იმიტომ რომ ადამიანს თუ თავი ტკივა, ტკივილმა შეიძლება სიმპათიკური ნერვული სისტემის გააქტიურების საფუძველზე გამოიწვიოს დავუშვათ არტერიული წნევის მატება და არტერიულმა წნევამ თავისხრივ გამოიწვიოს თავის ტკივილი. ძნელი გასარკვევია, რომელიც ის განმოდის, თუ მუდმივად ტკივილი ასოცირებულია მაღალ წნევასთან, ალბათ მაინც უნდა ჩავთვალოთ, რომ ის არის არტერიული წნევით გამოწვეული. ძირითადად როგორ იცვლება ხოლმე ასაკთან ერთად წნევის მაჩვენებელი? კი ბატონო, აქ ასაკთან ერთად იცვლება რა თქმა უნდა წნევის მაჩვენებელი, განსაკუთრებით ქალბატონებს ეხება ეს, როდესაც უკვე მენსტრუაცია წნება, ასეთ სიტუაციაში ირთვება ის მექანიზმები,
დატოვებენ ქალბატონის ქალების ორგანიზმის დამცველი მექანიზმი და ხდება წნევის ციფრების მატება 40 წელს ზემოთ ცხოვრების წესის ნიშნად გააჩნია როგორც ცხოვრობს ადამიანი და ის ფაქტი რომ აი ამ წელისას პაციენტს ამდენი წნევა უნდა ჰქონდეს, იმ წლის პაციენტს ამდენი წნევა ჰქონდეს, ეს მუშაობს მხოლოდ 85 წელს ზემოთ. მოწოდებულია ცალსახად ერთუშმად რომ წნევა უნდა იყოს ნორმალური ასაკის და მიუხედავად ნაკლები 130-80 ეთლება მისაღებ წნევა. რა თქმა უნდა, წნევა შეიძლება იყოს მეორადი, ან მოდიოდეს სხვა დაავადებების, სხვა ორგანოების დაავადებებიდან, მაგრამ უფრო ხშირად ეს უფრო ხშირად არის 80% და მეტი, ზოგი ადრე იყო 90, თუმცა რაღაცები შეიცვალა, არის თვითონ არის დამოუკიდებელი დაავადება და შეიძლება ეს პირველადი იყოს დაუშვათ ბავშვობის და მოზარდობის ასაკში. თუმცა რაც უფრო მცირეწლოვანია, 30 წლამდე თუ მამაკაცია ქალბატონი, ამ შემთხვევაში უფრო ხშირად უნდა ვიფიქროთ, ხო არ არის მეორადი წნევა, ანუ სხვა ორგანოდან გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზია და მართვა უნდა მოხდეს. ამინა კითხოთ, თუ პაციენტს დაუდგინდება არტერიული წნევა, რომ აქვს მაღალი, რა კვლევები უნდა ჩატარდეს შემდგომ, რომ ამის მიზეზი გავიგოთ. რადგან ყველაფერი არ ხდება იდიოპათიურად, ანუ უმიზეზოდ. არსებობს წნევის გამომწვევი ფაქტორები და დაავადებები. სისხლის ანალიზი, შარდის ანალიზი, შარდში ალბუმი კრეატინინის შეფარდება ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია და ამბულატორს კეთდება. ელექტროლიტები აუცილებელია, ჰიპოკალემია, კალიუმის ნაკლებობა მიგვანიშნებს, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრა, პირველ რიგში თიროიდული ჰორმონის, ეგრეთ წოდებული შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში გლიკოზირებული ჰემოგლობინი, ლიპიდური ცვლის განსაზღვრა, ხომ მე ვერ გეტყვით რომ ლიპიდური ცვლის მატება არის დაუშვათ ასოცირებული იძლევა არტერიული ჰიპერტენზიას, მაგრამ არტერიული ჰიპერტენზია პლუს ლიპიდური ცვლა ნებისმიერ კალკულატორში აორმაგებს და ასამაგებს მოსალოდნელი იშემიური ინსულტის თუ მიოკარდიუმის ინფარქტის თუ გაზრდილი კარდიოვასკულური სიკვდილობის პროცენტს და ეს არის პირველადი რუტინული კვლევები. ბატონო მამუკა, ასაკოვან პაციენტებზე საუბრობდით და ისევ გავაგრძელებ, აი ხალხურ მეთოდებზე მაქვს კითხვა, რამდენად ეფექტურია, როდესაც ისინი ხალხური მეთოდებით მკურნალობენ მაღალ წნევას, მაგალითად, როგორც არის ფეხების ჩაწყობა ცხელწყალში, ან სპილენძის სამაჯური, ან რამე მსგავსი. კი ბატონო, ძალიან საინტერესო შეკითხვაა და შემიძლია გითხრათ, რომ აი ძალიან თანადროულია ბოლო სულ 1 წლის თვალსაჩინო თუ შევხედავ რატომ ახლა სპილენძი რომ არაფერში არ ჯდება ეს რა თქმა უნდა დამეთანხმება. რაც შეეხება შუბლზე ცივი და ფეხებზე ცხელი წყლის ჩაყობა დათხოვა, ანუ შექმნა დაუშვათ იმ გარკვეული წნევის გრადიენტის, რომლის შემთხვევაში წნევა ნამდვილად დაეცემა, ეს რეალურად არსებობს და ახლა თუ არის ადამიანი რაღაც მიუსაფარ ადგილში, შეიძლება არ წამალიaks არაფერი, შეიძლება გამოყენებული იქნას, მაგრამ მე ხაზს გავუსვამდი ერთ ფაქტს. ადრე ერქვა ყველაფერს ჰიპერტონული კრიზი. ანუ კრიზი რო ვთქვათ, კრიზისული მდგომარეობა. ეხლა გარკვეულწილად შეიცვალა ეს მიდგომა. ანუ თუ პაციენტს აქვს 180 სიტყვაზე 120 და ამის ზემოთ ეს არის მკვეთრად მომატებული წნევა, მაგრამ არ აქვს გამოხატული ჩივილები. მიმიხვდით, ხო? ნუ არ იგულისხმება თავბრუსხობა. აქ იგულისხმება დაუშვათ მკვეთრი ჰაერის უკმარისობა, კარდიული ასთმა, ან დაუშვათ თვალის პრობლემა, ან რაღაც ნევრალგიული ნეიროგენული პრობლემები, როდესაც დაუშვათ იგივე ინსულტი შეიძლება განვითარდეს, თუ არ არის მკვეთრად გამოხატული სამიზნე ორგანოს დაზიანების ნიშნები, რაც გამოიხადება მკვეთრ უხაერობაში, ასე ძირითადად, ან ერთ-ერთი უსულესი მდგომარეობა, როგორც არის აორტის დისექცია, ასეთ სიტუაციაში სწრაფად დაწევა არ არის მაინც და მაინც მნიშვნელოვანი. მაგრამ თუ არის ემერჯენსი სიტუაცია, ანუ ურჯენსი ითვლება სასწრაფოდ, სასწრაფო აღარ არის, სასწრაფოს ნელა უნდა დავცეთ. თუ არის გადაუდებელი სიტუაცია, როცა პაციენტი სიცოცხლეს საიცოცხლო ორგანოს ემუქრება ყოველგვარი შეფერხება, ასეთ სიტუაციაში თუ არაფერი არ არის გარშემო, შეიძლება რა თქმა უნდა მისი გამოყენება. ბატონო მამუკა, ჩვენ დღეს საუბარი გვქონდა ინსულტს. და ვიცით რომ მის ერთ-ერთ ფორმას ჰემორაგიულ ინსულტს სწორედ მაღალი წნევა იწვევს. გარდა ამისა, სხვა რა დაავადებების გამომწვევი შეიძლება იყოს მაღალი არტერიული წნევა? კი ბატონო, ძალიან ბევრი დაავადებების. მაღალმა არტერიული წნევა შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი. მაღალმა არტერიული წნევა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, თირკმლის წყალში შეშუქება. მაღალმა არტერიული წნევამ შეიძლება გამოიწვიოს თვალში რეტინის ჩამორთვა. მაღალმა არტერიულმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს რაღაც მომენტში ყველაზე ერთ-ერთი ვერაგი აორტის განშლება, ანუ აორტის დისექცია. მაღალმა არტერიული წნევა იქიდან გამომდინარე, მაღალი არტერიული წნევა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი, რომელიც იძლევა აორტის გაფართოებას, თანდაყოლილი ლორკარე და აორტის სარკმელთა ერთად, რომელიც არც თუ ისე იშვიათია. მაღალმა არტერიულმა წნევამ
მთელი რთული მექანიზმებია შეიძლება გამოიწვიოს მარცხენა წინაგულის გადიდება და შესაბამისად გამოიწვიოს წინაგულების ფიბრილაციის, ანუ პოპულარულად ვთქვათ ხალხში მოციმციმე არითმიის გამოწვევა მთელი თავისი რიგი გართულებებით და ის ურტყამს თვალს, ტვინს, გულს, ფირკბელს და დაუშვათ გარკვეულად შედის ასოციაციაში შაქრიან დიაბეტთან. ერთ-ერთი მივიდა მე რაღა დარჩა, ხო? აგვიტომაც არის რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი კარდიოვასკულური სიკვდილობის შემცირებაში და მისი ასე ზერელეთ ხედვა და ჩემი ამ წლის ავარ და ამ წნევაზე კარგად არ არის. ყველა სიტყვის უკან უნდა იდგეს სტატისტიკა. ამ სიტყვებს რასაც მე ვამბობ, ჩემი აზრი არ არის, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქცე მაგის უბრალოდ დგას სერიოზული და ფართო სტატისტიკა, რომ დაუშვათ იგივე 5 ერთეულით არტერიული წნევის დაწევა იძლევა კარდიოვასკულური სიკვდილობის მნიშვნელოვან შემცირებაში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, სამიზნე თუ იქნება მიღწეული ეს ძალიან კარგია, თუმცა არის ხოლმე შედეგშეული სიტუაციები, როცა სამიზნეს ვახცევ და აქ მოქმედებს პრინციპი, რასაც მივახცევთ, ისიც კარგია რა ასეთ სიტუაციაში. ბატონო მამაკა, დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის და ძალიან ეფექტური რჩევებისთვის, რომელსაც იმედი მაქვს ხალხი მოისმენს და ასევე თავის ცხოვრებაში მიხვება. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. მადლობა თქვენ.